თამარი რა წარმატებული მეფე იყო და საქართველოს მოწინავე ადგილი ეკავა რეგიონში და ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვიყავით, ხო? ამაში ლომის წვლილი მიუძღვის დავით სოცლას და სამწუხაროა რომ ისტორია ცოტა ჭრილში ყავს რა და საზოგადოებაში ნაკლებს ლაპარაკობს მისი ღვაწლის შესახებ რა. და ისეთი ბრძოლები მოიგო რომ დავით სოცლანი რო არ ყოფილიყო ღმერთმა არ იცის როგორ დამთავრდებოდა. მაგალითად ავიღო ჩამქორის ბრძოლა. თავისი ტვინი, თავისი ტაქტიკით მოვიგეთ ეს ბრძოლა. მოწინააღმდეგეს ეგონა რომ საქართველოს მოწინავე ლაშქარი პირდაპირ კარიბჭეს შეუტევდა რა და ამ დროს მანევრი გააკეთა დავით სოცლანმა. შემოუარა გვერდიდან ისეთ მოხრეშილ გზაზე და ისა ქვაგორიან გზაზე რომ მტერს არც ეგონა რომ იქ გადმოვიდოდნენ და ამას მოიფიქრებდა და ალყაში მოაქციეს და ამოხოცეს. ასევე ბასიანის ბრძოლა მოვიგეთ, ხო? რომის სასულთნო დავამა როგორი პრინციპული ბრძოლა იყო და ამით განვიმტკიცეთ რეგიონში ადგილი და პრესტიჟი მოვიპოვეთ. ნიალის ბრძოლა შიდა არეულობა, ხო იცით შიდა არეულობა ყველაზე რთული არის. ვარდან დადიანი მეთაურობდა მათ, გიორგი რუსის ჩამოყვანა უნდოდა და ამ ბრძოლაშიც დავამარცხეთ. და ეს ამ ყველა ბრძოლებში დავითი იყო მოწინავე, მხედართმთავარი. მას ემორჩილებოდა რაც მინდა. ეგ რო ყოფილიყო მონღოლების დროსა, ჯალალედინის დროსაც დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებით და უბრალოდ გულდასაწყვეტი არის, რომ არც მისი საფლავი ვიცით, როდის გარდაიცვალა, რა ვითარებაში დაიღუპა, არაფერი არ ვიცით რა. აი როგორც ძალიან ცუდი პერიოდი არის, ბურუსით მოცული არის. არც თამარ მეფის გარდაცვალების მიზეზი არ ვიცით წესიურად, ხო? სად არის დასაფლავებული, ესეც დღემდე ვეძებთ. ნუ გელათში არის უმეტესი ამას ვამბობთ. და მოკლედ რა ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა.